რატომ არ მუშაობს დიეტები და ზედმეტი კილოგრამების დაკლების მცდელობები. მე ვარ ანა კვანტრიშვილი, ფსიქოლოგი და დღეს ამაზე ვისაუბრებ ამ მოკლე ვიდეოში. ერთ-ერთ მიზეზზე. მოკლედ, ზედმეტი წონა, ზედმეტი კილოგრამები მნიშვნელობა არ აქვს, ქალია თუ კაცი. ხო, რა თქმა უნდა, გამომდინარეობს ადამიანის ცხოვრების წესისგან და აი იმ ცხოვრების სიტუაციისგან და იმ თავისი მთლიანი ისტორიისგან, რაშიც ცხოვრობს და რაშიც არსებობს ეს ადამიანი. ანუ არ არის ზედმეტი წონა ცალკე პრობლემა გამოყოფილი ადამიანის კონკრეტული ცხოვრებისგან. არამედ მისი ცხოვრების პრობლემების მდგომარეობის შედეგი არის წონა. და არ არის პირიქით. ზოგ ადამიანს გონია, რომ წონა არის ჩემი პრობლემა, ამას რომ მოვაგვარებ, მერე ყველაფერს დავალაგებ. მაგალითად, ამ წონას რომ დავიგდებ, უფრო თავდაჯერებული ვიქნები, უფრო ბევრ მოტივაცია მომემატება, ბევრ რაღაცას შევძლებ და შეიძლება წარმოსახვები გქონდეს, რომ აი როგორი წარმატებულია, როგორი ლამაზია, როგორი მოხდენილი, ან როგორი ძლიერია, როგორ მოსწონს ყველას და ასე შემდეგ. კი ბატონო, მაგრამ რატომღაც ადამიანები ცდილობენ დიეტებს, მცდელობებს, ჯანსაღმყვევებას, ასე ისე, ანუ ყველანაირი გზით და შედეგი არ მიიღწევა. არ მიიღწევა არა იმიტომ, რომ ანუ აი კალორიული დეფიციტი აქვს ადამიანს და არ იკლებს. არა, იმიტომ რომ არ აქვს ნებისყოფა, არ აქვს ძალა, ვერ ახერხებს, მოკლედ გაყვეს იმ გზას, ვერ ახერხებს ადამიანი რომ აიღოს თავისი მიზანი, გადაწყვიტოს და შეასრულოს. ვერ ახერხებს, იმიტომ რომ წონა არის შედეგი რაღაცა მისი ცხოვრებიდან რაღაცის. და როდესაც ადამიანი მოდის ამ პრობლემით, რომ იცი რა, ჩემი პრობლემა არის წონა, არასწორი სამუშაო მიდგომა არის, აქედან არ იწყება. კი, წონა შემდეგ იწვევს კიდევ უარეს პრობლემებს, თვითშეფასების დავარდნა, კიდევ ემატება, უენერგიობა, მოტივაციის, ემატება ამას. მდგომარეობები სხვადასხვა, მაგრამ ეს არ არის გამომწვევი ფაქტორი. გამომწვევი ფაქტორი არის სხვა რამ. ამიტომ, ნახეთ, სამუშაო არის, რომ გადახედო შენ ცხოვრებაში რაღაცა ისე არ მიდის. რაღაცა არის პრობლემა. ან რაღაცეები ბევრი, ხო? და როგორც კი დაინახავ და აღმოაჩენ შენს ცხოვრებაში პრობლემებს, რამაც მიგიყვანა წონის მატებასთან და ამ პრობლემებს მიხედავ და ამ პრობლემებზე დაიწყებ მუშაობას, წონის კლება წავა ძალიან მარტივად. ამის შემდეგ ეს უკვე მიზანი გახდება და ამისთვის მოგეცემა ენერგიაც, მოტივაციაც, ძალაც და შეძლებ რომ ამ მიზანს მიაღწიო. შენ ეხლა ვინც მიყურებ და ვერ დააგდე კილოგრამები, იცოდე რომ ამის მიზეზი პირველი წონას არ უნდა მიაკითხო აი ამ კილოგრამებს, გადახედე შენ ცხოვრებას, აღმოაჩინე საკითხები, რაშიც გაიჭედე და აი იმათ მიხედე. ცოტა ხანი დაიცადე, გადადე გვერდის წონის საკითხი, მიხედე ამ რაღაცებს, დაძარი აი ეს ყინული, ასე რომ თქვათ, და წონას თავისით მოევლება უმრავლეს შემთხვევაში და თუ თავისით არა, ძალიან მარტივად წავა პატარა ძალისხმევითაც კი. ეს
პრაქტიკულად, აი გადახედეთ თქვენს ისტორიას. ნახეთ, როდესაც იცვლება ცხოვრება, იცვლება რაღაც, მას მისდევს ძალიან ბევრი რამ, რაც აი ამ ერთმა პრობლემამ მოგიტანა ცხოვრებაში ბევრი რაღაცა, ხო? ამიტომ ვიწყებთ საწყისით და შეცვალეთ აი ეს ხედვა წონასთან დაკავშირებით. პირველ პრობლემად არ დააყენოთ, როგორადაც არ უნდა ჩანდეს, რომ აი ძალიან მნიშვნელოვანია ეს. არის მნიშვნელოვანი, მაგრამ შედეგია. რაღაცის შედეგია.